მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. უკეთ ლავანდას აქვს საოცარი სურნელი და სურნელთან ერთად ძალიან ბევრი სასარგებლო თვისებაც. ხოდა სწორედ ამ ბევრ სასარგებლო თვისებაზე დამცინარეზე სასაუბროდ ჩამოვედით არაშენდაში, საგურამოში, ტოტოს ლავანდებში, სადაც ახლა მიმდინარეობს ლავანდის ველზე აქტიური რთველი და მოკლედ ყველა სხვა დეტალს უკვე სიუჟეტში მოგიყვებით. ყველაფერი იწყება პროვანსიდან, საფრანგეთიდან, როდესაც პირველად ვნახე ლავანდის ველი, ანუ იქ ვნახე პირველად და სულ მქონდა რაღაც გულის სიღრმეში სურვილი, რომ აი ესეთივე სივრცე ყოფილიყო საქართველოშიც და ალბათ ეს იყო თავდაპირველი, ესე ვთქვათ, იდეა. შემდეგ პანდემიის პერიოდმა შეუწყო ხელი იმას, რომ რაღაცნაირად გამომიჩნდა ბევრი თავისუფალი დრო. და აი ამ პერიოდში ვფიქრობდი, რომ აი რაღაცა რა შეიძლება და ამ დროს ამომიტივდი და აი ეს ძველი იდეა, ის ძველი ნანახი კადრები და მოგეთ ესე დაიწყო ყველაფერი. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი იყო ძიების, ვსწავლობდი ამ მცენარეს, რა არის, როგორია. და აი ამ ძიებაში და გამორკვევაში მივაკვლიე, რომ არსებობს ბრიტანული სახეობა, რომელიც მეტნაკლებად ყველაზე მეტად შესაბამისია ამ კლიმატისთვის, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. საცდელად გამოვიწერე დასამდე ნერგი და შემდეგ უკვე ჩვენთან გავამრავლეთ დანარჩენი, ასე ვთქვათ, ზოლები, რაც გავაშენებთ. თავდაპირველად დავიწყეთ საშეების დამზადება, ესე ვთქვათ, პატარა ტომსიკები არის, სადაც იყრება გამომჩრალი ლავანდა და ძალიან კარგი საშუალებაა, როგორც რელაქსაციისთვის, ასევე ძალიან კარგი არის გარდერობში დასადებად, რადგან ჩიჩილის საწინააღმდეგო საშუალება არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ყველაზე ნატურალური. შემდეგ უკვე დავიწყე ძიება ამ სახდელებთან დაკავშირებით, უკვე რომ ჩამოვიტანეთ ევროპიდან ზეთსახდელი, ეთერზეთის სახდელი, უკვე შემდეგი პროდუქტი იყო ეთერზეთის დამზადება. ეთერზეთი უკვე არის არომა პროდუქტი, რომელიც ძალიან აქტიურად გამოიყენება ლავანდის ეთერზეთი არომათერაპიაში და ამას მოყვა უკვე სხვადასხვა არომა პროდუქტები. რაც შეეხება ჩვენი სახეობა გვაძლევს საშუალებას, რომ ორჯერ გქონდეს რთველი, ანუ ორჯერ ყვავილობს ეს სახეობა ამ ადგილას. ყვავილობა გრძელდება დაახლოებით 3-4 კვირა, ორივე ყვავილობა ასეა. შემდეგ უკვე ვიწყებთ რთველს. ხელით კეთდება ყველაფერი ჩვენთან, ხელით იკრიფება, ნაწილს ვაშრობთ და ისე ხდება შემდეგ მისი გამოყენება სხვადასხვა პროდუქტებში. ნაწილი იხდება დაკრეფვისთანავე. და ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია. იქნა გამომდინარე, რომ თვითონ სანახაობრივად ძალიან ლამაზია ლავანდის ველი. პირველად წამოვიდა მომხმარებლებისგან, უნდათ ენახათ, ფოტოები გადაიღოთ, ასე შემდეგ და მოკლედ აი ამ ყველაფერმა გააჩინა იმის სურვილი და საჭიროება, რომ ცოტა უფრო მეტად მულტიფუნქციური გაგვეხადა ეს სივრცე და ჩვენი, ასე ვთქვათ, ბრენდი. ჯერ დავიწყოთ რაღაც ვორქშოპების შექმნა, ჯერ რა თქმა უნდა შევქმნით ინფრასტრუქტურა ადგილზე. და მოკლედ ესე ვთქვათ, ეტაპობრივად ისევ და ისევ მომხმარებლების სურვილებით და მოთხოვნილებებით ჩნდებოდა, ასე ვთქვათ, შემდეგი ეტაპები განვითარების. იგივე ვთქვათ, წელს დავამატეთ კაფე, სადაც ცხელი და ცივი სასმელების მირთმევა შეუძლიათ ადამიანებს და ეს საჭიროებაც მომხმარებლებისგან წამოვიდა. ასევე მოსასვენებელი სივრცეები, იმიტომ რომ აი როგორც ხედავთ, ძალიან ისეთი ჰარმონიული გარემოა და აი ადამიანი რომელიც აქ ჩამოდის, ნამდვილ სიმშვიდეს და ბუნებასთან ჰარმონიას შეიგრძნობს და რა თქმა უნდა უჩნდებოდა სურვილი მხოლოდ ფოტოების და გასეირნების გარდა დამსხდარიყვნენ, დაესვენათ და მოკლედ ეს
ამისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებაც ნელ-ნელა დავიწყეთ. ამას დაემატა შემდეგ ის, რომ ამ ვორქშოპებთან ერთად წამოვიდა რაღაც კერძო ღონისძიებების ჩატარების სურვილი და ამისათვის შევქმნით სივრცე, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ისეთი მცირე ზომის ღონისძიებების დაგეგმვა, გაკეთება ღია ცის ქვეშ. საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს, ჯერ პირველ რიგში გვინდა ამ სივრცის ბოლომდე ათვისება და გვინდა რომ იყოს უფრო მრავალსეზონური ჩვენი სივრცე და არ იყოს მხოლოდ ლავანდის ყვავილობაზე დამოკიდებული. ამისათვის გვაქვს რაღაც ჩანაფიქრები, რაღაც სხვადასხვა ხეივნების და სხვადასხვა სივრცეების შექმნას ვფიქრობთ და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ეხლა ჩვენთვის იქნება აი ამ სივრცის მეტად ათვისება და განვითარება. წარმოებას რაც შეეხება, გვინდა რომ უფრო კულინარიული ხაზი განვავითაროთ, იმიტომ რომ დაგვეჩაგრა ეს მხარე და ლავანდის სასმელებზე ვმუშაობთ ახლა. ასევე აი მაგალითად ახლა სიახლე გვაქვს ლავანდის ირისი შემოვიტანეთ, რომელიც სხვადასხვა ძალიან გებრიელია და მე გაგასინჯებ. და მოკლედ აი ხა უახლოეს პერიოდში უფრო კულინარიული ხაზის მიმართულებას ვფიქრობთ. იმიტომ რომ რაღაცა სიახლე იქნება, მგონია და საინტერესო იქნება ჩვენი მოხარებლებისთვის. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma.